როდესაც უფალი ამბობს, რომ ამბავთ სახურებენ მე, მოუხდეს და ესმას, რამე თუ ფარისეველთა რა ესმას სიტყვა იგი შენი დაბყოლდეს და რაზე იყო საუბარი დაბანილი ხელით, უბანელი ხელით, ანუ გარეგან რიტუალურ ხაზზე იყო აქცენტი, უფალი შეგნებულად არღვევს ამ გარეგნულ რიტუალს, რომ აი ეს საუბარი გამოიწვიოს და ეუბნება ფარისევლები გარეგანზე აკეთებენ რა აქცენტს და ვერ იგებენ რა შინაგანს, ამაოდ მსახურებენ. რატომ? იმიტომ რომ მათ არ აქვთ სწორი კავშირი ღმერთთან. ამიტომაც მათ ვერ იცნეს ქრისტე და შეიძლება ქრისტიანმაც, აღსარებელმაც, მაზიარებელმაც ვერ იცნოს ქრისტე, იმიტომ რომ ცნობილობა შიგნით ხდება და როცა აი ეს გარეგანი მსახურებაზე აქცენტირებული ადამიანები ცივიწყალი გადაასხა მოკლედ რა მიზან მიმართულად ეს გარეგანი რიტუალური მხარე, რომელსაც წმინდა წერილში დიდი საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ ეს წესი იყო, ტრადიცია უკვე საუკუნეებით. თუმცა ეს დაარღვია, ისინი რტვინავდნენ, ესენი დაბყოლდნენ და უფალი ნახე რას ამბობს, კი არ უხსნის, აი რა საინტერესოა, ხო? ეხლა ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, თუ ადამიანის გული არ ვიცი და უფალი ხედავს ადამიანის გულს და ამით ამბობს, რომ თუ ადამიანი ფარისეველია, როგორც წესი მას არაფერი შველის, ნახეთ რას ამბობს. თავადმან მიუგო და რქვა მათ, ყოველი ნერგი, რომელიც არა დანერგა მამამან ჩემმა ზეცათამან, ძირითუდ აღიფხვრას. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ამას ადამიანს ვერ გავუკეთებთ, ჩვენ ბოლომდე ვიღწვით, ბოლომდე ვშრომობთ თითოეული ადამიანისათვის. თუმცა აიქაც გარკვეული ზომა არსებობს, ოღონდ ეს ზომა უფლისათვის მინდობილი უნდა გქონდეს და უფალი ხანდახან გიკეტავს სიტყვას, გულს და სიტყვას კონკრეტული ადამიანის მიმართ. უფალი გვიკეტავს ხანდახან გულს და სიტყვას კონკრეტული ადამიანის მიმართ. ვერაფერს ვეღარ უშვებით საკუთარ თავს. აღარ შემილია მე ამ ადამიანს რამე უთხრა. გული დაკეტილია. რატომ? და ამას წინ უძღვის მრავალი წელი შრომა და ბოლოს შენ რო ვერ ბედავრო, იქ ჩაკეტო, უფალი გიკეტავს და არანაირი საშუალება აღარ გაქვს მას რაიმე უთხრა. ეს არის ის ნერგი, რომელიც მამამ არ დანერგა. რას ნიშნავს მამამ არ დანერგა? ფაქტის კონსტანტირებაა. ანუ ადამიანი ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს თან რელიგიურად და ზნეობრივად. ეს განსაცვიფრებელი მოცემულობაა. ადამიანს შეუძლია ზნეობრივად და რელიგიურად იცხოვროს, თეოლოგიურად გამართულად იაზროვნოს და ღვთისნების საწინააღმდეგო იყოს მისი ცხოვრების წესი. და თუ ადამიანი ღვთისნების საწინააღმდეგო ცხოვრობს, მისი გული არ იხსნება გამოცხადებისათვის და მას არ შეუძლია ქრისტეს შემეცნება. შესაბამისად, ქრისტეს შემეცნების ვერ შეძლება ეს ნიშნავს, რომ მას სინამდვილეში ღმერთის შემეცნება არ შეუძლია. აბა ვინ წამს და რა წამს? კერპი აბა რა არის? კერპი არის ჩემი შეხედულებები ღმერთზე. ეს არის კერპი. კერპთაყვანისმელია. ანუ ესეთი ადამიანი ძირითუდ აღმოიფხვრება. ანუ ის სიცოცხლის წინში არ არის. ტრაგედიაა, მაგრამ ეს მოცემულობაა.